მოგესალმებით, მივესალმები აკადემოსი ტივის მაყურებელს. ჩვენ ახლა აკადემიაში ვიმყოფებით, სადაც ყოველწლიური გამოფენა გატიტვა იმართება. ბავშვებმა თავიანთი ხელით შექმნეს ტკბილეული, აგრეთვე მოამზადეს და თავიანთი ხელით გააკეთეს საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთები. თუმცა ახლა როგორც მატყობინებენ, სანტა კლაუსი აპირებს შემოსვლას და მოდით ერთად ნახოთ თუ რა ემოციები იქნება და როგორ შეხვდებიან მათ ბავშვები. ოპერატორს თქო დააფიქსირო ჩვენი წამყვანი. ყურადღება. ვიფასო სტუმრებო, მშობლებო, დედებო, მამებო, აკადემოსელებო. ერთი კითხვა მაქვს. ვინ აკლია დღეს ჩვენს ღონისძიებას? ხოდა დავუძახოთ ყველა მეთას პაულის ბაბუს. პაულის ბაბუ! პაულის ბაბუ! ხო დააფიქსირო პაულის ბაბუა. სანტა კლაუსი უკვე ბავშვებთან არის. სანტა როგორი განწყობა? ძალიან კარგი. დიდი გზა გამოიარე? უდიდესი. ბავშვებმა მოგაწოდეს თავიანთი წერილები? რა თქმა უნდა, ყველას მოუტანეს აჩუქარი. კარგით. ბავშვებო, გაგიხარდათ სანტა კლაუსი? რა მოგიტანეთ თქვენი ასი? წერილი გაუგზავნე? რა დაუწერე? მესამადური ბელოკი ესადა. შენ რა დაუწერი სანტას? მე დაუწერეს ქვიში. ძალიან კარგი. ეხლა გადავინაცვლოთ ბავშვების ხელნაკეთ ნივთებთან და ვნახოთ თუ რა მოამზადეს მათ საახალწლოდ, რა გაკიდეს და ასე შემდეგ. თორთ მაყურებელს ვაჩვენოთ, როგორც ხედავთ უკვე ბავშვებს უაჭრიათ. ხელნაკეთი ნივთები რა თქმა უნდა დარჩენილია ჯერ კიდევ გასაკიდი. აგერ რაც შეეხება ბავშვების მიერ მომზადებული ტკბილეული, რომელიც გაკიდეს და შემდეგ აი ამ შემოსული თანხას ისინი როგორც მათ სურთ, ისე დახარჯავენ. მოდით აგერაც ვნახოთ. აგერაც ტკბილეული, ვინ გააკეთა ეს ტკბილეული? შეიძლება თქვენთან მოხვიდეთ? მოვალ თქვენთანაც აუცილებლად. ეს მაგიდა რომელი კლასის არის? შენ რა გაქვს წარმოდგენილი? შენ გააკეთე? დიახ. გაგიჭირდა გაკეთება? ჩემი დედა დაგეხმარა? ძალიან კარგი. წამოდი აქეთა ძალიან საინტერესო სტენდია წარმოდგენილი, მრავალფეროვანი სტენდია წარმოდგენილი. მშობლებო, როგორი განწყობა გაქვთ და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აქტივობები ბავშვებისთვის? ძალიან კარგი მომსახურება აქვს. მე შევიძინე ახლა ეს პეჩენიები და მომართვეს თან კაკაო. და აი ძალიან კმაყოფილი ვარ ერთი სიტყვით. აი ესეც მომსახურება უნდა იყოს ყველგან. ფასებზე რა სიტყვით? ხო ძვირი დააფასეს თუ? არა. ნორმალური ფასები გვაქვს. ფართო ასორტიმენტია და ბავშვების შემოქმედებითობა თუ თქვენც მიიღეთ მონა? მშობლებით ვეხმარებოდით რა თქმა უნდა. ძალიან კარგია ასეთი აქტიური ჩართულობა მშობლების მოსწავლეების ერთობლივად, რაც რეალურად შემდეგ ბავშვების წარმატებაზე აისახება. მადლობა. წავიდეთ ახლა. როგორც ხედავთ, მშობლებიც და მოსწავლეები ძალიან ბედნიერები არიან, მათი ემოციები აშკარად თვალშისაცემია. ბავშვებო, გამარჯობა. რომელი კლასი ხარ? მე 6-ე.
ეს თქვენ მიერ წარმოდგენილი თბილეულია. გაგიდეთ და როგორი კმაყოფილი ხართ დღევანდელი თქვენი ნავაჭრით? ასე მეტი გვაქვს რა უკვე. ასე მეტი გამიმ ვართ უკვე. ამდენი? 4 საათს ვარამდე. თუ საიდუმლო არ არის სადაპირებ გამომუშავებული თანხის დახარჯვას. ეს არის წავიდეთ საქმე. ერთად უნდა წახვიდეთ და გაერთობთ, ხო? გადავწყვეტ მე. წარმატებებს გისურვებ. მე ჩემს ოპერატორს ვთხოვ რომ ფართო ხედით აჩვენოს თუ რა ხდება ჩვენს ფოიეში. ეხლა კიდე შევეცდები რამდენიმე მშობელს გავესაუბრო. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ. რა სიტყვით დღევანდელი აი ამ აქტივობის შესახებ? პირველ რიგში მოგილოცავ ყველას გამდეგ ახალწელს, ძალიან კარგი განწყობაა და მადლობა ამას სკოლა აკადემიურ სამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ოპერატორს ვთხოვ რომ აჩვენოს ბავშვების ემოციები, რომელიც სანტა-კლაუსთან შეხვედრით არის გამოწვეული. აგრეთვე მაყურებელს შევახსენებ რომ ეს აკადემიაში არის ყოველწლიური ხასიათი აქვს მსგავსი ტიპის აქტივობას და რეალურად სკოლას ზრუნავს მათი საახალწლო განწყობის შექმნაზე. გთხოვთ აქეთ ნახოთ რა ხდება აქეთ სტენდებთან. გამარჯობა პირდაპირ ეთერში. ეს შენაძენია ხო თქვენი? იაფია თუ ძვირია დღევანდელი გამოფენა ვაჭრობა როგორიც? ზოგი როგორ, ზოგი იაფი იყო, ზოგი ცოტა ძვირი. რა სიტყვით სიახაც შევიძინოთ ბონუს. რა სიტყვით როგორი ბავშვებისთვის რამდენი როგორი მნიშვნელობით მატარებელია მსგავსი ტიპის აქტივობა სკოლაში? ძალიან კარგია და ვემხრობი ამ ტიპის გამოფენებს, როცა ბავშვები სწავლობენ თავისი შრომის დაფასებას და ძალიან შემომნები ვარ დღევანდელი. დიდი მადლობა. როგორი ყოფილა ჩვენი სკოლის მასწავლებელი დღევანდელი დღით? ძალიან კმაყოფილი ვარ, აი მეტი რო არ შეიძლება, ძალიან კარგი დღე გამოვიდა, ყველასთვის სასიამოვნო და სახალისო, რაც მთავარია, შემოსავალი კარგი გვაქვს. კარგი აქვს და ბავშვები რაც მნიშვნელოვანია, მეწამულობის უნარებს ივიწყებენ და თავიანთი შემოსავლით შემდეგ რაც სულ როგორც უნდა. კარგით, მე ოპერატორს ხომ გამოვკვეს მეორე სართულზეც არის როგორც ვიცი ლოკაცია. კარგით. მეორე სართულზე ავიდეთ, სადაც კიდევ საინტერესო ლოკაცია არის, სადაც ბავშვებს აქვთ გამოფენილი თავიანთი ნამუშევრები ტკბილეული, რა თქმა უნდა, საახალწლო თემატიკიდან გამომდინარე. გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვართ, რა სიტყვით დღევანდელი დღის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აქტივობები ბავშვებში? ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და ბავშვებისავით მეც ესე ძალიან მიხარია ახალი წლის სამზადისი ფუსფუსი. თქვენმა შვილმა რამდენად შეძლო ჩართულიყო აქტიურად ამ პროცესში? ჩვენივე ყოველ წელს უკვე მესამე წელია ჩართულები ვართ და ოჯახი ვერზადებით ამ დღისთვის ხოლმე რომ აი პატარა ბიზნესი დავატრიალოთ. კარგია და მე მიხარია რომ ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა აი ბიზნეს უნარები აი ამ ასაკიდან გამიგონ. ნამდვილად განვითარო და კი ბატონო, გილოცავ დამდეგს, მადლობა. აკადემიოს მადლობა. წავედით ნახოთ ზევით რა ხდება. აქაც არანაკლებ აქეთ მინდა ვთხოვ ოპერატორს რომ გამომყვეს. ძალიან საინტერესო პროცესების თანამონაწილე გავხდებით. ეხლა ჩვენ როგორც ხედავთ, მშობლები აქაც არიან და ძალიან საინტერესო, მოდით ნახოთ თბილეული. ეს როგორც ხდები მერვე კლასია დავაფიქსიროთ. თანხა უკვე ბავშვებმა გამოიმუშავეს ფული თავიანთი შემოქმედებით და ნამუშევრებით. აქეთ გადმოვინაცვლოთ. მეხუთე კლასის სტენდთან ვართ წარმოდგენილი, რომლებსაც როგორც ხედავთ, თბილეული ამოყიდული აქვს, ძალიან კარგი. აქეთ ძალიან გემრიელ მაგიდას ხედავ. ბავშვებო პირდაპირ ეთერში ვარ და ხობთ მე გაინაცვლოთ ეს ყველაფერი. როგორია ემოციურად დღევანდელი დღე? ძალიან კარგად ივაჭრეთ? სადაპირებთ რომ დახარჯოთ ეს ფული? აჰა, ანუ სახალისო აქტივობების განხორციელებას გეგმავთ. კარგი, წავიდეთ აქეთ. აი აქეთაც როგორც ხედავთ არის წარმოდგენილი უკვე უვაჭრიათ ბავშვებს და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად მივაჭრეთ, ძალიან კმაყოფილები ვარ.
რომ ძალიან კარგი დღესასწაულია ნამდვილად და მინდა რომ ამ ბავშვებს უსურვო ბედნიერი ბავშვობა, უღრუბლოცა და ყველაფერი დამდეგი ახალი ბედნიერი წელი. მადლობა. აგერ პირდაპირ ეთერში ვარ. კიდევ ერთ მშობელს გავესაუბრებით. თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია რომ სკოლა უწყობს ხელს ბავშვებს აი მეწარმოების უნარების განვითარებას ბავშვებიდან? ზოგადად საერთოდ ეს სკოლა ყოველთვის ორიენტირებულია ბავშვების განვითარებაზე ყველა კუთხით აქ ნებისმიერი ესეთი არგუმენტი შემიძლია მოვუყადო რაც ყოველდღიურად ვიკვეთებით ჩვენ და მადლობის მეტი არაფერი არ გვექნის ზოგადად გილოცავთ დამდეგშობა ახალწლის წარმატებას ისვამ მშვიდობიან ქვეყანაში გეცხოვროთ და ამ სკოლას კიდევ მისი დირექტორების ხელმძღვანელობით ვუსურვებთ გრძელობას და ესეთი თაობები უთვალავი აღეზარდოს ბედნიერ და წარმატებულ გზაზე დაეყენებინათ. დიდი მადლობა თქვენ მოისმინეთ მშობლის კომენტარი. მოკლედ, როგორც ხედავთ, ძალიან კარგი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა ჩვენ სკოლაში. ბავშვებმა წარმოადგინეს მათი ნამუშევრები, როგორც ხელნაკეთი ნივთები საახალწლო თემატიკის ისეთ ტკბილეული, გააკეთეს და გეგმავენ რომ თავიანთი ერთგვარი პატარა ბიზნესით ძალიან საინტერესო აქტივობა დაგეგმონ და განახორციელონ შემდეგ. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.